ბოლო მონაცემებით დაგროვებითი საპენსიო სისტემით უკვე 600,000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. მათი ნაწილისთვის სქემა სავალდებულო, ნაწილისთვის ნებაყოფლობითი 40 წელზე უფროსი ასაკის დასაქმებულებს სისტემის დატოვება შეუძლიათ, ასეთი კი დაახლოებით 230,000 ადამიანია. მოქალაქეები ვარაუდობდნენ, რომ სქემიდან გასვლას ისინი 1 აპრილიდან შეძლებდნენ, თუმცა საპენსიო სააგენტოში დაზუსტდა, რომ ვადა ინდივიდუალურია და სისტემაში გაწევრიანების თარიღიდან 3 თვის შემდეგ იწყება. სანდრო ჯუფალაგიანი არ ყვევდა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ მოქალაქეებს, რომლებსაც სისტემის დატოვება სურთ. დასაქმებულთა ნაწილმა მალე დაგროვებით საპენსიო სისტემაში ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. გასვლის უფლება იმ მოქალაქეებს აქვთ, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი შეუსრულდა. მაგალითად, თუ დასაქმებული სისტემაში 15 იანვარს გაწევრიანდა და საპენსიო ფონდში პირველი შენატანი სწორედ მაშინ გააკეთა, სქემიდან გასვლის უფლება 3 თვის შემდეგ, ანუ 15 აპრილიდან შეეძლება. არჩევანი 2 თვიან ვადაში 15 ივნისამდე უნდა გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემაში ავტომატურად საპენსიო ასაკამდე დარჩება. ის ვინც გავა დაბრუნებას ისევ შეძლებს. რჩებიან თუ გადიან და რატომ? სისტემაში ჩართულ მოქალაქეთა ნაწილის პოზიციით დავინტერესდით. ჩართული ვარ და მე პირადად მომხრე ვარ, რომ იყოს და მომწონს. ანუ გასვლას აღაპირებ. მე არა, მე მგონი დარჩები კი. მირჩევნია გამოვიდე. აგენტობი? არა, ფიქრობ რომ დაიკარგება. აუცილებლად უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს არ შეიძლება იყოს იძულებითი. სისტემიდან გასასვლელად მოქალაქეებს განცხადების დაწერა ან საპენსიო ფონდში, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებში მოუწევთ. პროცედურა დაახლოებით 3 წუთიანია. შედეგად მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში ფონდში მათ მიერ შეტანილ თანხას დარიცხულ სარგებელთან ერთად მიიღებენ. საპენსიო სააგენტოში იმედი აქვთ, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი სისტემაში დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს. მე არ ვფიქრობ, რომ დიდი პროცენტი იყოს, ასე ვთქვათ, გამსვლელებისა, იმიტომ რომ ჩვენთან შეომავალი ზარების მიხედვით, ასე ვთქვათ, ვარაუდობთ, რომ ეს არ იქნება ძალიან დიდი რიცხვი. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის ვარაუდით მოქალაქეთა ნაწილი სისტემაში სხვადასხვა პროცედურული მიზეზის გამო დარჩება. სწორედ მსგავსი მიდგომები უკვე გამოიყენეს სხვა ევროპულ ქვეყნებში. ზოგმა არ იცის როგორ გამოვიდეს, ზოგმა დროულად ვერ გაიგებს, ზოგს დაეზარება მისვლა ოფისში საპენსიო სააგენტოში, რომ დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, ანუ ბევრი გარემოება გამოიწვევს იმას, რომ სქემაში დარჩება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე აქვს ამ სქემაში მონაწილეობის სურვილი. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ საპენსიო სისტემის სარგებელი ქვეყნისთვის და ბიზნესისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება. თითოეულ ჩვენთანაც დაგვიდგება საპენსიო ასაკი და ეხლა ბუნებრივია ყველას გვინდა რომ გქონდეს ნორმალური ღირსეული ცხოვრება საპენსიო ასაკში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ ჩვენ ეხლა მოკლევადაში გვინდა ის სიკეთები დავინახოთ, რასაც ამ ტიპის რეფორმა მოიტანს არამედ ქვეყანაში, ეს არ იქნება ობიექტური შეფასება. საპენსიო ფონდში ამ დროისთვის 116 მილიონი ლარია. თანხების მართვა საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ უნდა დაიწყოს. შესაბამისი ვაკანსიები საერთაშორისო გამოცემებში უკვე გამოქვეყნდა. კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს.